Am turbulentურ დროში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენი რეგიონისთვის უმთავრესი გამოწვევაა. საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დარღვევა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ქმნის და შესაბამისად ჩვენი მთავარი მიზანი ამ პრინციპების დაცვა და მშვიდობისთვის ბრძოლა უნდა იყოს. საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის აგრესია და მისი დამანგრეველი შედეგები. ჩვენ კარგად ვიცით რა მოაქვს ომს და რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გზების ძიებას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება ამ დარღვევებზე რეაგირებისთვის. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი საერთო ღირებულებები არის ის საფუძველი, რაც გვაერთიანებს ამ ორგანიზაციაში. მივესალმებით გენერალური მდივნის ინიციატივას ახალი დემოკრატიული პაქტი ევროპისათვის, რომელიც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ჩარჩო ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. დემოკრატიაზე საუბრის დროს უმთავრესი პრიორიტეტი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს. აუცილებელია პატივივცეთ ხალხის არჩევანს, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს და თავის ვიკავოთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან. მიუხედავად სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებისა, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მოახერხა რეგიონში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გავაძლიერეთ კანონის უზენაესობა, დავამკვიდრეთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები და შევქმნით ეფექტური მექანიზმები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამ თვალსაჩინო პროგრესისა, საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები, რომელსაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაწყდებით, წუხილს იწვევს და აზიანებს ნდობას. საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა წაახალისონ კონსტრუქციული თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და უნდა აღკვეთონ მათი პოლიტიკური იარაღად გამოყენება.